გამარჯობა, რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინოდასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ოი. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაბადიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა, ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. თურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაკს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეაა. ტრაკ, მიღება. ტრაკ, მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყონება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა
მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი, ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? რამდენი მუხლუხი გაჩნდა ჩვენთან. რა საშინელება? თქვენმა მუხლუხებმა მთელი ჟოლო შემიჭამეს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემი მუხლუხებია? თქვენ თვითონ თქვით, რომ მუხლუხები ყავთ. ბავშვებო, მაღაზიაში გაიქეცით და მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება მოიტანეთ. მე მანამდე ცოტას დავისვენებ. წარმოგიდგენიათ? აი, ამ ხელა მუხლუხებია. მეზობელი გამოხდა და ხვირილი დაიწყო. რა საშინელებაა? რა საშინელებაა? ესე იგი ამბობ, ეზოში მუხლუხები გაჩნდა, მეზობელთან კი საშინელება ხდება? წარმოგიდგენიათ, მუხლუხები. აი ამ ხელა. ზერმო უკვე ყველაფერი გითხრა. დასხედით. მაღაზიიდან მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება წამოვიღოთ. მეც წამოვალ თქვენთან ერთად. ვაშა, საშუალების მოსატანად მივდივართ. ერთი იდეა მაქვს. რა? უკვე მოვედით? სად არის მაღაზია? როგორ ფიქრობთ, იქნებ ფერი შევიცვალო. ახლა წითელია მოდაში. ჩვენ რა, სპეციალურად ყველა გუბურასთან გავჩერდებით? არა, ვფიქრობ, ლურჯი ფერი უფრო მომიხდება. დედა მეუბნებოდა, რომ ჩვენი სამყაროდან აქ არაფრის მოტანა არ შეიძლებოდა. ძალიან სახიფათოა. საშიში არაფერია. ჩვენ სამყაროში ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა მუხლუხებთან საბრძოლველად. ის უნდა მოვწყათ. რა უცნაური სიზმარია. წარმოგიდგენიათ? იქ, აი ამ ხელა. რა, ისევ მუხლუხებია? არა, იქ საშუალებამ ჭიშკარი შეჭამა. რა საშუალებამ?
რაო გაუმაძღარო, შემჭამე არა? აი ეს კადრი განსაკუთრებით კარგად გამომივიდა. შეხედეთ, როგორი რაკურსია. ეს მტაცებელი მცენარეა ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშია. უნდა ამოვთხაროთ და ისევ ჩვენს სამყაროში გადავიტანოთ. თურბოზავრებო წინ! დრაკ, შენ მის ტოტებს დაიჭერ. ანკი, შენ კაუჩს სამოსდებ და მიწასთან დასწევ. თორ, შენ ფესვებს ამოთხრი. შეუძლებელი არაფერია. ბავშვი საფრთხეშია. ზერ, მცენარე უკან ჩვენ სამყაროში წაიღე. ჩვენ კი სანამ ბებია გაიღვიძებს, გალავანს შევაკეთებთ. ეი, სად მიდიხართ? ფეხბურთი ვითამაშოთ. ვერ ხედავ რომ არ ბრძალია. და არაფერი არ გკითხოთ, ეს საიდუმლოა. საჯარიმო, კუდი დაუდე და კბილებით ითამაშე. ასე რა? კარგი, ძალიან შორიდან გამოვიქცევი? ძალიან შორიდან? აი, რაკეტა შევქმენით. ეს ხომ ბებიას ურიკა? იყო ურიკა, ახლა კი ეს რაკეტაა. რასაკეთებ? გაფუჭებ. მაგარია, შეიძლება გავისეირნო. არა, მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა რაკეტით საირნობა. შენ არ იცი. მე მგონი უბრალოდ ზუნწები ხართ. წავიდეთ აქედან, მეგობრებო. ძუნწები არ ვართ, უბრალოდ ძალიან ფრთხილები ვართ. ახლა სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. შესანიშნავია. ახლა ასე ვსადოთ. ტრაკ, ძალიან მძიმე ხარ. ეს სახიფათოა. დამუხრუჭე ტრაკ, წინ ჭაობია. მუხრუჭების დაყენება დაგვავიწყდა. ჭკარა, ტრაკი ჭაობში ჩავარდა. ტრაკი საფრთხეშია, თურბოზავრებო წინ! მე მაშველი ვიქნები. არა, არ ვიქნები. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხომ ჭაობია. ანკი, ტროსი გადაუგდე და ნაპირზე გამოიყვანე.
ბეჭა, გაჭა, ტროსი გამოკაჩეთ და ხეზე მიაბით. გაუძელით რაკ? ახლოს ვარ. გაუჭი, გადმოაგდეთ. ჭკარა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ? თორ, შენი დახმარება გვჭირდება? ანკი, გამოკაჩე! გმადლობთ მეგობრებო, რომ იქიდან გამომიყვანეთ. ტურბოზავრები ყოველთვის მოდიან დასახმარებლად. ან მოფრინავენ. დილის 10 საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, სანამ თქვენ იმეცადინებთ? გზებზე არ უმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი. ხო, დიდი ამბავი, ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო, კატა გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკროდა. მე ყველა გადავარჩინე. ოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ!
ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი, საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩაღზერ, მართალი ხარ?